მიღწევი დევნილთან აბიჯებს Erasmus Plus-ისა და შვედეთის ნაციონალური სააგენტოს მიერ ტრენინგები მიმდინარეობს. პროექტში მონაწილეობას 8 ქვეყნის 27 წარმომადგენელი იღებს: საქართველო, შვედეთი, საბერძნეთი, იტალია, გერმანია, თურქეთი, უკრაინა და პოლონეთი. პროექტის ფარგლებში მონაწილეები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. მიგრანტებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რა გამოწვევები აქვს მსოფლიოს. რამდენად იძლევა არაფორმალური განათლება შესაძლებლობას მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე. ჩვენ ვართ ამ პროექტის აპლიკანტი ორგანიზაცია და პროექტს ვახორციელებთ სტუდენტურ ახალგაზრდულ სათათბიროსთან ერთად საქართველოში. პროექტის სახელწოდება მიღწევი დევნილთან აბიჯებს. ის დაკავშირებულია დევნილთა მდგომარეობის უკეთ გაგებასთან. ასევე მოიცავს თანამშრომლობას დევნილთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ხალხთან, რათა უკეთ გავაანალიზოთ ის მდგომარეობა და კრიზისი, რაც დევნილთა სფეროს უკავშირდება. აქ ჩვენი საქმიანობა მოიცავს ვორქშოპების, ლექციების, სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაზიარებას და დისკუსიების წარმართვას, რათა უფრო ღრმად შევისწავლოთ დევნილებთან დაკავშირებული საკითხები. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, შვედეთისთვის და ასევე მთლიანად ევროკავშირისთვის. მე ასევე ვიცი, რომ საქართველოსაც აწუხებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრაციის პრობლემა. ჩვენ ნაყოფიერი მუშაობა გავწიეთ და ჩამოვაყალიბეთ ქსელი. უამრავი საინტერესო რამ ვისწავლეთ აქ ყოფნის განმავლობაში. პროექტის მონაწილეებთან სესია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა. მათთან იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში. Follow Steps of the Refugees პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ნაციონალური სააგენტოს მიერ და ის ხორციელდება საქართველოში. მასში მონაწილეობას იღებენ ჩვენი პარტნიორები 8 ქვეყნიდან, ჯამში 27 მონაწილე და პროექტის ძირითადი მიზნები არის მიგრანტების და ტოლვილების წარმატებულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. გვყავს 27 მონაწილე ევროპის 7 ქვეყნიდან. სესიები უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს. მოწვეული გახლდათ ექსპერტი პოლონეთიდან ვალერიან ქარჩავა. პროექტის მასპინძელი ორგანიზაცია სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო.